რამდენიმე დღის წინ, როგორც ყოველთვის დღეში ორჯერ შევდიოდი ხოლმე და იგივე მოხდა მაშინ. შემდეგ მე წამოვედი, ეხლა ვარ კონფერენციაზე ვარშავაში, თურქეთის ისტორიას ეხება ეს კონფერენცია. და აი, ჩემთვის ბოლოდელი იყო ეს ყველაფერი, რაც მოხდა. კი ბატონო, როგორი იყო ბოლოს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ქალბატონ გიული, იმიტომ რომ აი ყველა მათ შორის ჯანდაცვის მინისტრიც ამბობს, რომ ლოგიკურიც და სწორიც იყო გადაყვანა მისი კლინიკიდან ციხეში, იმიტომ რომ რაღაცა ის არის ჯანმრთელად, მის სიცოცხლეს არ ემუქრება საფრთხე და ასეთი შინაარსის კომენტარებს ვისმენთ. კი ბატონო, მაგრამ ჩემი აზრით, ჩემი ხედვით, არაფერი ლოგიკური და საბართლიანი ჩვენ ცხოვრებაში არ ხდება ბოლო ხანებში სამწუხაროდ. და მიფიქრია, იცით, ბევრი შევდიოდი ხოლმე ბოლო დღეებში რაღაც ხშირად წნევა ქონდა ხოლმე მაღალი, რამდენიმე ნაბიჯს გადადგამდა, ქოშინი იწყებოდა და უსათოს ჭირდებოდა დასვენება, ან თავს მიადებდა, ან წამოწვებოდა, აი ეს ხდებოდა. და ფიქრობდი ხოლმე, რომ თუ მოხერხდება მის აქედან გაყვანა, მერე ალბათ მაინც დაჭირდება ხანგრძლივი რეაბილიტაცია თქვა. მე მიფიქრია, მაგრამ ახლა მე ხო არა ვარ ის ადამიანი, ვინც ამ დიაგნოზს ვაქვს და მით უმეტეს წერს ამ დოკუმენტს. გაყვანა ამ შემთხვევაში თქვენ ფიქრობდით სხვა ქვეყანაში გაყვანაზე და არა ციხეში გადაყვანაზე, ხომ რომ დავაზუსტო? არა, ციხეში გადაყვანა ნამდვილად არ მიფიქრია, თუმცა არაფერი არ იყო გამორიცხული. არაფერი არ არის გამორიცხული. როგორ ფიქრობთ, რატომ ეხლა, ქალბატონ გიული, აი ეხლა მაინც და მაინც რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება, რომ დაებრუნებინათ სააკაშვილი ციხეში? ეხლა ის რაც ეხლა ხდება, ეს მარტო სააკაშვილს ხარ ეხება, ხედავთ აი ამას, რომ რაღაცა ისეთ ნერვიული სიტუაციაა და ამდენ ადამიანს აპატიმრებენ, ეგრე გახარიას ამბავი მოხდა. და რატომ ეხლა მე ვფიქრობ, რომ აი უკრაინა გააქტიურდა, რომ ბოლოს და ბოლოს ეს ადამიანი უკრაინის მოქალაქეა. და აი ყველაფერი ეს ერთად. კი ბატონო, და ქალბატონ გიული, აი თქვენ თქვით, რომ თქვენ არ იცოდით, როგორც ვიცი, სანამ გადაიყვანდნენ რამდენიმე საათით ადრე, ბატონ მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა შეხვედრა მის შვილთან, ხომ, ესეთი ინფორმაციაც გავრცელდა, ანუ არც შვილი და არც თავად არ იყო საქმის კურსში. აი რა ინფორმაციის მოპოვება მოახერხეთ თქვენ მის აი ამ გადაყვანასთან დაკავშირებით? აი როგორ მოხდა? უცებ რაღაც შევიდნენ მიხეილ სააკაშვილთან იქ პალატაში და უთხრეს, რომ უკვე ციხეში უნდა გადაიყვანონ რამდენიმე წუთში? მე რამდენადაც ვიცი, ჩემი ინფორმაციით, ქალბატონი ლუიზა, რომელიც მისი უკურნალი ექიმია, ის შევიდა და იმან უთხრა და უფრო ალბათ სპონტანურად მოხდა ყველაფერი. კი ბატონო, გასაგებია. და რა სიტყვით ეხლა გააქვთ, არ ვიცი, აი რამე თვითონ მიხეილ სააკაშვილის ბოლოს გავრცელებულ წერილში აი ამბობს, რომ ზუსტად იქ დამაბრუნეს, სადაც მომწამლესო და ეხლაც გააქვთ რაიმე ტიპის ესეთი განცდა, ამ მსგავსი ტიპის საფრთხის, თუნდაც რომ შესაძლოა მის ჯანმრთელობას კვლავ საფრთხე დაემუქროს ციხეში? მე არ ვიცი, სად შეიძლება წარმოიდგინო ეს ადამიანი, რომ არ იყოს საფრთხის ქვეშ. ყველგან მე ყოველთვის როცა მივდიოდი ხოლმე ვივამეთში, სულ შიშით მივდიოდი, სულ ვფიქრობდი, აი რამ დამხდება თუ არ დამხდება, რა მდგომარეობაში დამხდება ეს შიში, მუდმივად მქონდა. იმის გამო რომ ეს ვივამეთში იყო მოთავსებული, მე შიში არ გამსვლია. ყოველთვის იყო ეს მუდმივად. მქონდა ამის შიში. აი რისი თუ შეგიძლიათ უფრო დეტალურად რომ აგვეხსნათ? ჩვენ გავიარეთ უკვე ეს ეტაპები და ნუ გავიარეთ რას ნიშნავს იყო ასეთი ეპიზოდი თქვენ გახსოვთ მოწამლეს ადამიანი. მე არ ვიცი, არავის არ ქონდა იმედი, რომ ის ამ მდგომარეობიდან მდგომარეობას დააღწევდა თავს, მაგრამ აი ძალიან დიდი შრომის, ძალიან დიდი მონდომების, არ ვიცი, მისი ნებისყოფის ალბათ პირველ რიგში. აი მივიღეთ მაინც რაღაც შედეგი, რომ ადამიანი არ შეეწირა იმ მოწამლას. და თითქოს გამოკეთდა, მაგრამ რა თქმა უნდა ის დეტოქსიკაცია მას ჩატარებია, რომელიც მე ვფიქრობ, შესაძლებელია მაინც. და რა ვიცი რა გითხრათ კიდე.
ანუ კლინიკაში შესაბამის პროცედურებს არ უტარებდნენ ქალბატონ გიული? მაშინ ამ დრომდე რატო იყო? დეტოქსიკაცია არა, κλინიკა ახლა შეძლო აკეთებდა ყველაფერს, მაგრამ ეს დეტოქსიკაცია კიდე რაღაცა სხვა პროცედურაა, რომელსაც მე მგონი ჩვენთან საერთოდ არ აკეთებდა. კი ბატონო, ქალბატონ გიული, თუ შეგიძლიათ კადრის გასწორება, რაღაც ტექნიკურ ხარვეს გქონდა ადგილი, რომ აი ბოლო შეკითხვა დაგისვათ, მინდა კითხვა დაგისვათ იმ ბოლო ახალ ბრალთან დაკავშირებით, რომელიც იქნა წარდგენილი მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ, ჩვენ ხელახლა ვუკავშირდებით ქალბატონ გიული ალოსანიას და მასთან გავაგრძელებთ საუბარს. კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ მიხეილ სააკაშვილი დააბრუნეს კლინიკა ვივამედიდან რუსთავის ციხეში. ამის შესახებ ინფორმაცია არ ქონიათ არც მისი ოჯახის წევრებს, არც მის უფლებადამცველს, არც თანაპარტიელებს და სხვათა შორის არც მას თავად, როგორც ამას ვკითხულობთ მის მიერ დღეს გამოგზავნილ წერილში და როგორც ქალბატონმა გიულიმ გითხრა ინტერვიუს დროს მისმა მკურნალმა ექიმმა შეატყობინა გუშინ, რომ ესეთი გადაწყვეტილება იქნა მიღებული პენიტენციური სამსახურის მხრიდან და გადაწყვეტილებასაც იწონებენ ქართული ოცნების წარმომადგენლები და უფრო მეტიც მიხეილ სარჯოლაძემაც, ჯანდაცვის მინისტრმაც, როგორც გითხარით, გააკეთა კომენტარი, ჩვენ ეს კომენტარი მოვისმინეთ, სადაც ამბობს სარჯოლაძე, რომ ეს იყო სწორი და დროული გადაწყვეტილება გუშინ კლინიკა ვივამედის დირექტორმა, მთავარმა ექიმმაც გააკეთეს ამასთან დაკავშირებით კომენტარები. მაგალითად ინო ნადირაძე ამბობდა, რომ აღარ საჭიროებდა მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობას, სტაციონარში ყოფნას და ამიტომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება. დიახ, ქალბატონ გიულებო, აი ბოლო შეკითხვა მინდა დაგისვათ, აი რა სიტყვით იმ ახალ ბრალთან დაკავშირებით, რომელიც აი სულ რამდენიმე დღის წინ გასულ კვირაში წარუდგინეს მიხეილ სააკაშვილს გულისხმობ აი საბოტაჟი, ხელისუფლების რაღაც გადატრიალება, დამხობისკენ მოწოდება და აი ეს მტკიცებულებები ხო, რომელიც დევს საქმეში, რომელიც რაღაც ბევრისთვის კომიკურიც კი აღმოჩნდა რაღაც იქ. ნამდვილად კომიკური ვითარებაში ვართ, ეს არ არის მარტო ჩემი აზრი, ხო, ყველა უამრავი ხალხი იგივეს ამბობს და ყველას დაჭერს საბეჭდილება, რომ ეს რაღაცა საერთოდ ყველანაირ ზღვარს გადავიდა. რა ვიცი რა გითხოთ. კი ბატონო, გასაგები. კანონიერი ეს არ არის ადამიანის სასამართლოზე გამოსვლის დროს რაღაცას ამბობს, ეს ხო მის წინააღმდეგ არ ვიცი, არ მესმის. მაგრამ ბევრ რამეს ვერ ვიგებ. ბევრი რამეა ჩემი აზრით სამართლო და სრულიად მიუღებელი ჩემთვის. ის რაც ხდება ჩემს შულთან დაკავშირებით. კი ბატონო. მადლობა, ძალიან დიდი მადლობა. იმათ რომ მოусმინოთ, ვინც გადაწყვეტილებას იღებს, აი რაც ახლა მოვისმინეთ. ყოველთვის ყველაფერი დროულია. და დამსახურებული. და მე სხვა აზრი მაქვს, გავქნათ. კი ბატონო. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა თქვენი დროისთვის, ქალბატონ გიული ალოსანია, მიხეილ სააკაშვილის დედა გვერდთვებოდა პირდაპირ ეთერში და ახლა როგორც უკვე